დაკავებულია კომპანია კულას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ივანე გოგლიძე. მას ბრალად ჯარისა და პოლიციის სიცოცხლისთვის სახიფათო თევზის კონსერვით მომარაგება ედება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ЧП-ზე ბატონომ, რომლის დირექტორიც გოგლიძეა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს 380,000 ლარზე მეტის ფალსიფიცირებული პროდუქტი მიაწოდა. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის საქმის გამოძიების განახლებას ითხოვს ოჯახმა შესაბამისი განცხადებით პროკურატურას მიმართა. მათი პოზიციაა, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, მუხლით უნდა განახლდეს და დასახელდნენ პირები, რომლებმაც ახალგაზრდა ქალი სუიციდამდე მიიყვანეს. ელისოს ჰქონდა საქმის მასალები მდინარაძის მითვისებული 251 ბიტკოინის შესახებ, რაც დაახლოებით 16 მილიონი დოლარია. იცოდა, რომ ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებდა, ამიტომ იჩქარა ასეთი მასკარადით მისი დაჭერა. ამის შესახებ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ჟურნალისტის შვილი წერს. მისი თქმით, კილაძის წინააღმდეგ ჩვენება გივი ჯიბლაძეს მდინარაძემ თავისუფლების სანაცვლოდ მიაცემია. ბათუმში ნაცემი ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელი ოცნების აქტივისტი იყო, ის გირაოთი გაათავისუფლეს. ერთი მაკავებდა და ბრალდებული მივტყამდა, ტროტუარზე წავიქეცი, იქაც ჩამარტყა ფეხი. ამბობს ჯამბულ ირემაძე. შემთხვევა 16 თებერვალს მოხდა.